ჩვენთან არს მერტ. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელმა კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ გამლილი დღესასწაულები, წმინდა ბარბარეს დღესასწაული, ნიკოლოზობა და საბა განწმენდელის დღესასწაული იყო შეგვეციოს ყველას ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. დღეს სახარება, რომელიც იქნა წაკითხული, ეს არის ლუკა მახარებელის სახარება და 10 კეთროვანის განკურნება შეეხება. ეს ის სახარება, სადაც შეიძლება, როგორც სხვა ბევრ ქრისტეს ნათქვამ სახარებაში ამოვიცნოთ საკუთარი თავი, ჩვენი უძლურებანი, ჩვენი დაცემული მდგომარეობა, მაგრამ ხშირად მithქვამს მე, რომ ჩვენ ერთი და იგივე ადგილზე არ უნდა ვიდგეთ, არ შეიძლება. ანუ შეიძლება ვეცემით ცოდვაში, შეიძლება ამ ცოდვასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს, მაგრამ წამოდგომა უნდა შეგვეძლოს, განწმენდა უნდა შეგვეძლოს და ამ ცოდვისგან გათავისუფლება უნდა შეგვეძლოს. ვიღაცა ებრძვის ამპარტავნებას, ვიღაცა ებრძვის ქედმაღლობას, ვიღაცა ებრძვის შეიძლება საჭმისადმი მიდრეკილებას, ვიღაც ფულს ეტრფის და ასე ბევრია. ამიტომ ყველა ამ კითხვაზე პასუხს ვსვევთ ჩვენ თვითონ მაცხოვარი წმინდა სახარებით. თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ჩვენ, თუ როგორ არ უნდა დავიმონოთ აი ამ ნებისმიერ ამ გამოწვევას, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაცა გვაკლია ცხოვრებაში, ხო? მაგრამ ეს წუთისოფელი ისე არ არის მოწყობილი, რომ ყველა სავსე კონდეს, როგორც სახლი ისე ჯიბე. ამიტომ ღირსება საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩვენ გვიბოძა და ეს ღირსებით უნდა ვიყოთ ადამიანები, აუცილებელია ღირსეულნი ვიყოთ ჩვენ. დღეს სახარება ესეთი შინაარსისაა და მე თან გეტყვით სახარების შინაარს, თან ამას გამოგითარგმანებთ. მაცხოვარი შედის ერთ-ერთ დაბაში და მას შემოაგებება 10 კეთროვანი. იცით თქვენ კეთრი რა დაავადება, ეს არის ინფექციური დაავადება. დღეს არ ვიცი, მაგრამ მაშინ არ იკურნებოდა, ძალიან შეიძლება იშვიათი იყო, 1000-ში შეიძლება ერთი ყოფილიყო, ისიც მსუბუქი ფორმებიდან გაუმძვრალიყო. შესაბამისად, ანუ ეს იყო მომაკვდინებელი, თავიდან ჭამდა მთელ ამ სხეულის ნაწილებს და მერე უკვე იმ სასიცოცხლო ძალებსაც გამოჭამდა და ადამიანი გარდაიცვლებოდა. შესაბამისად, ანუ შეკითხვაზე, რომ რატომ იყო 10 კეთროვანი ერთად, პასუხით შესაბამისად გვაქვს, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, მარტო კაცი ჭამაშია ცოდვა და ეს ადამიანები ფაქტიურად ცალკე ცხოვრობდნენ უდაბნოში, მღვიმეებში, იმიტომ რომ მათ ხალხთან, საზოგადოებასთან გადაადგილების ან შეერთების უფლება არ ჰქონდა. რაც განაპირობებდა იმას, რომ როცა ადამიანს კეთრი დაემართებოდა, ის უნდა მისულიყო მღვდელთან. მღვდელს უნდა ენახა შეემოწმებინა, რომ ეს ნამდვილად დაედასტურებინა, რომ კეთრია და გამოაცხადებდა ამ პიროვნებას განკვეთილად, ანუ საზოგადოებიდან განიკვეთებოდა. რამე თუ მოგახსენეთ, ეს არის ინფექციური დაავადება, რომ სხვებს არ გადასდებოდა, თქვენ იცით, რომ მაშინ მედიცინა კიდე სად იყო და შესაბამისად იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ მარტო ადამიანი ახლა უდაბნოა, მხეცები არიან, ქვეწარმავლები ვერ იქნებოდა შესაბამისად და ესე ჯგუფებად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ეხიდებოდნენ აი მძიმე, ესე ვთქვათ, ყოფაში. კი არა შეიძლება ითქვას, რომ აი რაც ვთქვი, რომ გარდაიცვლებოდა, მაგას გარდაცვალება აღარ იყო, ეს იყო ნანატრის სიკვდილი დგებოდა. ისე იყო ადამიანი გატანჯული და გაწამებული აი ამ კეთრისგან და ტკივილებისგან. შესაბამისად, ანუ მიდიან ეს 10-ნი, რომ დაინახავენ, რომ მოდის მაცხოვარი და ხმამაღლა ღაღადებენ და შეგვიწყალენ ჩვენ. მაცხოვარი ასე სიტყვებს ეუბნება. წადიდან ეჩვენეთ მღვდელს. რჯული დაცულია, როგორც ხშირად მაცხოვარს აყვედრია, რომ რჯულს აღვევს და ასე შემდეგ და შესაბამისად, ანუ მოუწოდებს ჯულის დაცვისკენ მაცხოვარი და ეუბნება, რომ წადიდა ეჩვენეთ მღვდელს. წავლენ ეს 10-ვე და დაინახავენ, რომ გზაში განიკურნება 10-ვე.
9 გააგრძელებს გზას და ეს მეათე მობრუნდება მადლიერების ნიშნად და დაიწყებს ქებას და დიდებას ღვთისას და მაცხოვარს ჩაუვარდება ფეხებში და მადლობას წირავს. აი ამ განკურნებისთვის და გვეუბნება სახარება ეს იყო სამარიტელი. აბსოლუტურად უცხო ტომეული. თუ შემიძლია რომ შევჩერდე იქ და ისე ახალი გითხრათ ორიოდე სიტყვით ახალი რა ბევრჯერ ნათქვამია, მაგრამ სამარიტელები ესენი არ არიან ებრაელები, არ არიან იუდეველები. შესაბამისად ესენი ჩამოსახლებულები არიან და ჯერ იმით არიან გაღიზიანებული ებრაელები, რომ ესენი საერთოდ მათ ტერიტორიაზე არიან ჩამოსახლებულები და შესაბამისად ანუ მათ რჯულთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ გახსოვთ მე გითხარით რომ მარტო მოსეს 5 წიგნეულს აღიარდნენ ისინი დანარჩენი კონკრეტით აღდგომა და მსგავსი რამ არ არის. და ისედაც რა არ ქონდათ კარგი ურთიერთობა. და ეკითხება მაცხოვარი რომ განა 10 არ განიკურნეთ? ის 9 სად არის? განა ესე ვთქვათ არ მართებდათ მოსვლა და ღვთის დიდება და მადლობის გადახდა? უფალს მადლობა ჩვენი თქვენს კარგად იცით რომ არ ჭირდება. ის ჩვენ უხვად გვაძლევს თავის წყალობას და მადლს და ამისთვის არაფერს არ თხოვს გარდა ერთისა. სუფთა გული რო ქონდეს თვითონ ჩვენთანაც რომ სასუფეველის კარის შეღება შევძლოთ. და თქვენ ხო არ გონიათ შემოძირფასებო რომ ეს 9 სადმე წავიდა არა? ნახეთ რჯულის აღსასრულება და მე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის რომ კანონები ვერ აცხონებენ ადამიანს. კანონით არ ცხონდება ადამიანი. ხოლო ღვთის სიტყვით ცხონდება ღვთის იმ დიდი სიყვარული. ეს სამარიტელი მართალია შეიძლება კანონებს არ ემორჩილებოდა, მაგრამ ის დაბრუნდა. რატომ იცით? მან ყველაზე დიდი მადლიერება გამოიჩინა ღვთის წინაშე. ეხლა შემიძლია დავსვა კითხვა, მაგრამ არ მინდა ვინმე ნაწყენი დამჩეს და ჩვენ კი აი თუ გაიხსენეთ ოდესმე როდის ყოფილხართ ბოლოს მადლიერნი ღვთისა. იცით რატომ ჩვენ მადლიერებას ცოტა სხვა ფორმატით უყურებთ და სხვანაირად უყურებთ და ასე არ არის. მადლიერება ყოველწუთ არ გვმართებს ჩვენ ღვთისად. გათენდა დღე მადლიერება დავხედეთ ჩვენ შვილებს ჯანმრთელად ყავს მადლიერნი უნდა ვიყოთ. ის ლუკმაპური თუნდაც რომ გვაქვს. ხშირად ხო არ ყოფნის უფრო მეტი გვინდა. მოკლედ მადლიერი უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ხელმწიფე, მოდი ესე ვთქვათ. ამ ქვეყნიერებას უხილავს თუ ხილულს ყავს თავისი მეუღლე და ჩვენ ვართ მისი შექმნილი ადამიანები, რომლებიც ჩვენ დედამიწაზე მშვიდობას უნდა ვქადაგებდეთ, სიყვარულს უნდა ვქადაგებდეთ, ერთმანეთს უნდა უფრთხილდებოდეთ, რაც ამ შემთხვევაში არ არის. რო ძალიან არ გავაგზავნე ახლა სხვა მხარეს რო არ გადავიდე, რა ძალიან მაწუხებს და მე ზოგადად რაც კაცობრიობას ჭირს დღეს ეს უსიყვარულება და უმადურობა, მაშინ ისევ სახარებისეულად შემოვიფარგლებ. და წავიდნენ ესენი მღვდელს ეჩვენენ. ეხლა სახარებაში არ წერია, გაგზელება უბრალოდ არა აქ ამას, რომ მივიდნენ, რა თქმა უნდა, ანუ განკურნებულები არიან, მაგრამ მათ რო გზაში დაინახეს რომ განიკურნენ, მღვდელთან მისვლას მოასწრებდნენ. ყველაზე მთავარი ისინი ხო ქრისტეს უღაღადებდნენ რომ შეგვიწყალენ ჩვენ. ხო შეიწყალა. ხო განკურნა. საწაიღო ამ 9 მადლიერება და ეს მადლიერება წარმოიდგინეთ ახლა ხშირად ვიცით ხომ ჯო რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ხო ხშირად გამიგია მე და თქვენც იცით ეს. მაგრამ შეიძლება ვიღაცა ქართველზე მეტად კარგი იყოს დაუშვათ ხო ეს ჩვენ არ ვიცით. ასე რომ სხვას ვერ დაუკარგავ. 9 რჯულის მცოდნე ადამიანი, რომელიც განიკურნა იმ სენისგან, რისგან ადამიანები გარდაიცვლებოდნენ და ერთი მათ შორის უკვე მეათე სამარიტელი, რომელიც აბსოლუტურად მათ რჯულში არც ერში არ ითვლებოდა და აი ამ ადამიანმა გამოიჩენა ეს გონიერება, მადლიერება, როგორც ჩვენ ვიცით ერთ-ერთ სახარებაში, რომ როცა მაცხოვარი დედაკაცს ეუბნეო, რომ წყალი მისცეს და ამ ქალს უყვირსო, შენ იუდეველი, მე სამარიტელ ქალს წყალს როგორ მთხოვ, ხო? იგივეა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ის აქაც სამარიტელმა გამოავლინა. ერთი ადამიანი, რომელიც მოწყლეს, გაძარცვეს და დააგდეს მომწყდარი, რომ ჩამოიარა სამღვდელმა და ასე შემდეგ და რომ წავიდნენ და ზედახედეს და არაფერი გააკეთეს, ვინ იშრომა, ვინ აღასრულა ღვთის სიტყვა სამარიტელმა. ანუ ნახეთ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რაღაცა ვიღაცაზე ჩვენი თავი უფრო მეტი გვეგონოს.
და თუ ესია დაუშვათ ხო, მაშინ ისიც უნდა გავწყდება, რომ ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება. და ეს ჩემი სიტყვები არ არის. ამიტომ არის რომ ჩვენ ამ სახარებიდან ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ, მაგრამ აუცილებელია მაცხოვარმა სულიერად გაზარდა თუ დაუკვირდებით ის რამოდენიმე საფეხურით, რაც მათ გაიარეს გზა. იმიტომ რომ აი მათში ამ ერთმა პოვა ის ნორმალური როგორც მადლიერება, ასევე სულიერება. ეუბნება წადით თქვენ ეჩვენეთ მღვდელს. სრული მორჩილება აქაც ნახეთ მიდიან. მაგრამ ეს არავინ ეუბნეოდა რომ დაერღვიეთ ეს ჯული, მაგრამ ნახეთ წეღანცავთ. გზაში მიმავალი, ახლა მაგალითად ადამიანი ძიმე დავადარი. ძიმე დავადარი ადამიანი. სნეულება ჭირს, რითაც იცის რომ შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ხო, სხვა გზა არ არის, ვერ შველის თავს და აღმოაჩინა რომ სთხოვა სანთელი დაანთო, ჩვენ დროში რომ გადმოვიტანოთ. უფალს დედა ღვთისმშობლის თხოვა რომ და ნახა რომ განიკურნა. პირველი რაც გააკეთეთ. საავადმყოფოში გაიქცევით ექიმთან თუ მოხვალ ჯერ ისევ ღმერთთან და მას გადაუხდით მადლობას ამ შეწევნისთვის. ამიტომ არის რომ როცა ჩვენ აი სახარებებს გავდივართ და ვისმენ, ჩვენი სულიერის დაც უნდა მოყვებოდეს ამას. აუცილებელია მოვისმინეთ, გავიგე და წავიდე და დაგვაწყდა ეს არ ივარიოს. ასე რომ აი ამ ატკეთროვანში დღეს რომელიც ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ თუ შევხედავთ, ხო, ჩვენც კეთროვნები ვართ, ოღონდ სხვა ჭრილში. ადამიანები მოდიან ეკლესიაში. არ ვიცი ბოლომდე მაი ამდენი წელია მოძღვარი, ვის რა უნდა ვერ გაიგებ, ოღონდ მართლა. სულიერებაში ნაკლებია ვიღაც დაინტერესებული იყოს. და თუ ადამიანს დაუშვათ, რომელიც სულიერად უნდა გაიზარდოს და პატარა რაღაც ან შენიშვნას მისცემ, ხო, სხვანაირად ახლა შვილები არ ვიცი დღეს როგორ ზდიან, მაგრამ ჩემ დროს ძალიან მკაცრად ვიზდებოდით ჩვენი თაობა. ალბათ გახსოვთ, ხო, უფრო წინა თაობას და ასე შემდეგ. დღეს ეს არ არის, მე არავის ჭკუას არ ვასწავლე, მაგრამ ნუ რატო ვამბობ ამას, რომ და რაღაც ვერ გააკეთე და ამაზე რაღაც მიგითითეს, უკვე ის კი არ ხდება, რომ მითითება გაიგონ ან თუნდაც ესე ვთქვათ, სწავლების დონეზე დააყრონ, არა, წინ და მე გარბიან. უბრალოდ კითხვა მაქვს, სად გარბიან, არ ვიცი, მაგრამ თავარიცით რა არის, რომ აი ჩვენ ყოფაში, როცა ჩვენ დღევანდელ ყოფიერებაში ცხოვრობთ, თუ ვიღაცამ არ გითხრა და არ დაგარიგა, ვერ ისწავლე. აი, ბევრჯერ მithkomს და დღესაც ვიტყვი ამას. ამბიონი რა არის ეს? ამაღლებული ადგილი, საიდან მღვდელი კარგად ჩანს? არა, რა თქმა უნდა. მღვდელი ჭილობშიაც იცნობაო, ნათქვამია, ყველგან გამოჩნდება, პრობლემა არ არის. ეს იმიტომ არის, აქედან ადამიანმა ქრისტეს სიტყვა იქადაგოს. მე ხა არც ცუდად არ ვამბობ, მაგრამ რასელით, რადიოთი, ტელევიზიებით გეტყვიან ქრისტეს სწავლებას არა. ვინმე რამეს გასწავლით, იქიდან სულიერს არა. ეს ადგილია ერთადერთი. და თუ ესეც გაჩნდა ღმერთმა არქნას, მაშინ ქვეყნიერება გაჩნდება, ესეც კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს ადგილია, სადაც თვითონ უფალი თავისი ესე თქვა სწავლებას თქვენამდე მოგვატაინებს. დალოცულები იყავით, ღმერთმა მშვიდობა მოგწია. მრავალი